კუთხის ბისექტრის თვისება გვინდა. ავიღებ წერტილს და ამ წერტილიდან გაივლო მართობი. ისევ ამ წერტილიდან ამ წრფისადმი წერტილი და წრფე. ეხლა ნახეთ ამას თუ შევცვლი. მოძრაობს, ამას თუ ვამოძრავებ, მოძრაობს. და ის გადაკვეთის წერტილი როგორ მოვნიშნოთ? ნახეთ აბა. შევიდეთ მეორე ფანჯარაში, გადაკვეთე და ავირჩევ. აი, ამ მართობისა და ამ გვერდის გადაკვეთის წერტილი. ნახეთ სადაა. მერე აი ამ მართობისა და ამ გვერდის გადაკვეთის წერტილი. ეხლა ნახეთ რას გავაკეთებ. მონაკვეთებს დავადებ ზედ. D, E მონაკვეთი და D, F. და ამ მართობულ წრფეებს მოვნიშნავ და უბრალოდ დავმალავ, გავაქრო. აბა რა დამრჩა? აბა გამოვიდა თუ არა? ეხლა მაგალითად მართობულობა მინდა აქ აღვნიშნო. მართობულობა. შევდივარ კუთხის ზომაში და ავირჩევ კუთხეს. A, F. კუთხე მოცემული ზომით თუ აქ შევდივართ? კუთხის ზომა. კუთხე პირველი რაც არის კუთხე, მოცემული ზომით არა, კუთხე. ეხლა აქაც იგივეს გავიმეორებ. აბა როგორ მოგწონთ ეს ნახაზი? მოდი შევინახოთ ეს ფაილიც. ფაილი შეინახე როგორც შენახვა დესკტოპზე კუთხის ბისექტრისა და შენახვა დესკტოპზე.